მოგესალმებით ბატონ თემურ, საკმაოდ პრობლემური და მნიშვნელოვანი თემა გვაქვს დღეს, სოკოთი აფეთქება. როგორია მდგომარეობა ქვეყანაში და რატომ გახდა ეს თემა დღეს ეს საგანაში? მცირე შესაძლებლობა შევიდა, სოკოთი აფეთქება არა, სოკოთი მოწამვლის. რავისი სოკოთი მოწამვლის სიხშირის და აი სწორედ ამან განაპირობა. ამ საკითხის ასეთი უფრო სიმწვავით წამოჭრა. თუმცა ჩემი აზრით უფრო ადრე უნდა დასმულიყო ეს. იმიტომ რომ საერთოდ სეზონურ მოწამვლას ეძახიან, მაგრამ წელსაც ხდება გადააჭარბა ყოველგვარ სეზონურ იმას დასაწყისს. სოკოთი მოწამვლების შემდგომ საერთოდ საქართველოში რეგიონების მიხედვით არის ახასიათებთ ხოლმე მოწამვლები. ძირითადად ეხლა არის ლიდერობს თუ შეიძლება ესე ითქვას იმერეთის რეგიონი, ზესტაფონი, საჩხერე, ჭიათურა. ყველაზე ხშირია გავრცელებული. შემდეგ თითქმის მთელ კახეთში სვანეთიდან ჩამოიყოლეს ორი ადამიანი. ზუგდიდში, რადგან როგორც სხვა საავტობუსში, რაჭაში ვრცელდება კახეთში, შიდა ქართლში. საერთოდ სოკოთი ყველა ადამიანს გონია, რომ სოკოთი მოწამვლა როგორც ესე შემთხვევითია. ყველა დარწმუნებული არის, რომ ჯამს და სადაც ამზადებს საკვებად ვარგისი სოკოები. შხამიანის ჭამა არავის არ უნდა ხუსური. და საქმე იმაშია, რომ შხამიანის სოკოს გვერდით იზრდება მისი შხამბოდეში. საკვებად ვარგის სოკოს გვერდით იზრდება მისი შხამიანი ორეულები. რომელთაც ძალიან ძნელი დასარჩევია, მით უმეტეს გამოცდილი თვალისათვის. ორი ტიპით მიმდინარეობს სოკოებით მოწამვლა. ნეიროტოქსიური, წერეცოთი საჩხერეს რაიონში, ჭიათურაში, უმეტეს უბრალოდ ზესტაფონში თავმოყრილი ავტომობილიდან უმეტესობას მიღებული აქვს წერეცოსგან დამზადებული კერძი. ნეიროტოქსიური ტიპით მიდის. ყველაფერი იწყება კიდურების დაბუჟებით, ცივი ოფლით, გულისცემის მოშლით, ბრადიკარდიის ამის შენელებით. ნელ-ნელა მხედველობა იმინდება. ძილიანობა ვითარდება, ძლიერი სისუსტე და გადადიან ურონულ მდგომარეობაში. აი გუშინ მაგალითად ორი ადამიანი იყო ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე ერთ-ერთ რეგიონში. სწორედ ამ წერეცოთი დამხარებული. სამედნიეროდ ისე ძალიან კარგად მიდის ყველაფერი, რომ ჯერჯერობით ლეტალური შემთხვევა არ ქონია საქართველოში. ჯერჯერობით ეს ძალიან კარგია და მეტყველებს ორ რამაზე. პირველი მოსახლეობა რო დროზე მიდის საავადმყოფოში გაზდასვიდან და გაფრთხილებინა პირველი ნიშნებისთანავე. და მეორე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ქსელის კარგ მუშაობაზე. ბატონო, თუ შეიძლება ახსნათ, რა არის ძირითადი მიზეზები, რამაც გამოიწვია სოკოთი ინტოქსიკაციის აფეთქება? რა არის? ერთი თქვენ დაასახელეთ, რომ არის ანალოგი შხამის ეკოსი. შხამის გვერდით იზრდება შხამიანი სოკო. აი რა არის კიდევ მუტაცია. ჩვენ მქონდა ამაზე საუბარი რამოდენიმე წლის წინ. ეხლა წელს ამ წუთში დღეს გადაჭით ვერ ვიტყვი, რომ ეს მუტაციის შედეგია. ჩერნობილი რომ აფეთქდა 86 წელს ალბათ გახსოვთ თქვენ. მაშინ ჩვენ გამოდიოდი სპეციალურად დოქტორები მასმედიაში, რომ საკვებად ვარგისმა სოკოებმა მუტაცია განიცადა მუტაცია და იყო შხამიანი და დიდი ტალღა იყო ეპიდაფეთქების. შესაძლებელი იყო, მაგრამ ძირითადი მიზეზი ეხლა რაც არის. ეს არის რომ მოსახლეობას ეშლება შხამიანი ორეული, მეორე სოკოს აქვს კონცენტრაციის ურარი. რომ ავიღოთ და რომელიმე ნივთიერება შევისწავლოთ იმ ნიადაგიდან, საიდანაც გაიზარდა სოკო და თვითონ სოკოში. სოკოში უფრო მეტი იქნება. გაუშვათ პესტიციდები, სიტყვაზე ვამბობ, პესტიციდები, ან ლითონები, მძიმე ლითონები. სოკოში უფრო მეტი იქნება, ვიდრე იმ ნიადაგში, სადაც მის ძირში აღებული. კონცენტრაციის ურარი არის. ჰაერიდანაც აქვს ურარი. ერთი. ესე იგი, ეს იყო ერთი ტიპი, ნეიროტოქსიური ტიპი. მეორე ტიპი არის მიმდინარეობს რეზინოიდულ სინდრომს ვეძახით, ხუთ გასაგებენაზე რო ვთქვათ, გასტროენტეროტოქსიურია. ესე იგი, მიმდინარეობს მოვლითი ტკივილებით მუცელში, გულის რევა, ფაღარათი, პირღებინება, ძლიერი სისუსტე, წყალმარილოვანი ცვლის მოშლა, კოლაფსი, შოკი. და ან შეიძლება ისევ გადავიდეს ხობაში. ძირითადად ეს ორი ტიპი მიდის ამჟამად, მაგრამ მოსახლეობა მინდა დავაფრთხილო. თავი თუ შეიძლება რა
თუ შეიძლება მაქსიმალურად შეიკავონ თავი სოკოების თვითონ მოკრეფისაგან. ეს იქნება დღეში, თუ ეს იქნება მინდორში. რადგან არ არის საიმედო, შესაძლებელი არის ადვილად შეეშალო და მე ვითარდება, მე მოიწამლო. საბედნიეროდ ვიმეორებ, ლეტალური შემთხვევა არ მქონია. კარგად მიდის ხოლმე ყველაფერი, მაგრამ ამრამოცოდოთ უფალი ღმერთი ჩვენი. ძალებს სახარება რა. რატომ თქვენ დაასახელეთ მუნიციპალიტეტი ერთი იმერეთი და მეორე კახეთი? რატომ ამახვილებთ ამ ორზე? ყველაზე ხშირი ტრადიციულად იქიდან არის ხოლმე. ყოველ წელს დაიხრატია რა, საერთოდ ყოველ წელს. იყო ადრე ბორჯომის ხეობა, ხაშური წელს ბორჯომში და ხაშურში არ არის ასეთი. ერთეული შემთხვევები იყო, რაც ჩვეულებრივი ფონია. ყველაზე მეტი წელს არის იქიდან, იმ რაიონიდან. ტრადიციულად ისეა. ჭიათურაზე რო იტყვიან სოკოთი მოწამლა, ასოცირებულია ძალაუნებურად ჭიათურა, საჩხერე, ზესტაფონი. ძირითადი რეკომენდაციები რა იქნება თქვენი გარდა იმისა, რაც თვითონ თავი შეიკავოს და ეს ბუნებრივად შეუძლებელია, იმიტომ რომ ამ მოსახლეობა ძირითადად შემოსავლის წყაროდ იყენებს ტყეში მოყვანილ სოკოებს, რომელიც არ არის არც ისე იაფი. ძირითადი რეკომენდაციები რა უნდა გავითვალისწინოთ? ძირითადი რეკომენდაციები. იცით ამის ვერ რაც რამდენიმე სათრმელი ძაღლი უნდა იყოს, თავი ავრიდონ გარეთყიდოს. არ ვიყიდოთ ქუჩაში. ქუჩაში არ ვიყიდოთ ერთი, აბა სად ვიყიდოთ? მაღაზიებში. რატომ მაღაზიებში? ან სათბურში. იცით შეიძლება ხა დამაბრალოთ, შეიძლება ადვილია ენაზვალი არ აქვს, მაგრამ შეიძლება ისე თქვა, რომ ხომ არ არის სათბურთან შეკრული, რომ იმის საქონელი გასახდეს. არ არის ასე. აბა წარმოვიდგინოთ. ვყიდავთ სადაც არის შეცდომის ვარიანტი და ჩვენ თვითონ ოფიციალურად ვაშენებთ დავუშვათ სათბურში თესავთ აღიარებულ სოკოს, რომელიც არ არის ღამიანი. გასაკეთებია ეს უფრო სანდო, თუმცა მანდაც ერთი ალბათობაა ძალიან იშვიათი. სათბურში მწერები მიეთმასნებიან ხოლმე სოკოს. ესე შხამით ვითარდება მსუბუქი, მაგრამ მაინც მოწამლა. ამისით რა მინდა? გამოდის რომ სოკოს არ უნდა გავეკავოთ. რატომ? იყიდება თავისუფლად მაღაზიაში და ფასოქს აძლევს ეს მაღაზია სოკოზე. ქუჩაში ნახიდი და შემთხვევით ნახიდი, გზაზე ნახიდი. შესაძლებელია შხამიანი აყვეს და პასუხს ვერავის ვერ მოხდა. სად უნდა ვეძებოთ? ბატონო, ერთია ახალი სოკო ქუჩაში ნახიდი. კონსერვებულ სოკოებშიც არის ეს პრობლემა? იცით რა არის? საერთოდ სოკოთი მოწამლა ვითარდება შეიძლება ცოროს ან არასწორი შენახვის შედეგად, ან არასწორული კულინარული დამუშავების შედეგად, ან არასწორი კულინარული დამუშავების შედეგად. ნუ ნედელ სოკოს არასწორი შენახვის შედეგად ითხოვს და გამზადებული კერძის არასწორი შენახვის შედეგად. დაუწერელი კანონია, რომ სოკოთი გამზადებული კერძი არ შეიძლება დიდხანს იყოს შენახული. უნდა იყოს ემალირებულ ჩურჩელში, მაქსიმუმ მეორე დღემდე მაწივარში. მეორე დღის შემდეგ არ არის სასურველი. მისი მიღება, შემდეგი. არასწორი დამუშავება და არასრული დამუშავება. მოსახლეობა არ იცის ახლა ამ შემთხვევაში რითიც არის გავრცელებული ეს წერეწოს არ ეხება, ეხლა რასაც ვიტყვი. მაგრამ არის სოკოს სპეციალური ჯიში, რომლის დროსაც საკმარისი არის ალკოჰოლის მცირე რაოდენობა მიიღოს ადამიანმა, რომ ვითარდება მოწამლა, ურონომდრომარეობის განვითარებით და კონსკრის განვითარებით. და საქართველოს გვაქვს ასეთი სოკოები. ჯიშები ახსენეთ თქვენ, თუ შეგიძლიათ რამდენიმე გავრცელებული ჯიში გითხრათ, რომელიც რისკთან არის დაკავშირებული და რომელიც ამ სეზონზე მოიხმარება? თითქმის ყველაფერია. ხამასოკ ყველაზე ეხლა წამოსული არის წერეწო. წერეწო გვერდზე იზრდება მისი შხამიანი ორეული. ხამასოკო, ითვი არის ხამასოკოს ისა. შემდეგ რა ქვია? მანშვალა. ითვი იზრდება ცრუ მანშვალა. ამის მომიდოდა. გასაგებია ციფრები, რაც ახლა ჩვენ ვიცით, დაახლოებით არის ამ ბოლო პერიოდში 300 შემთხვევა, თუმცა ეს არის მხოლოდ ის რაოდენობა, ვინც მიმართა სტაციონარულს. ეს იმას ნიშნავს, რომ გაცილებით მეტია მაჩვენებელი, ვინც სახლში მკურნალობს და მასის. ვიცით, არ არის სულ ასე. ეს ციფრი არის ჩემი პირადი წინასწარი ვარაუდი, რომელიც გავრცელება. საერთოდ ფონურად ყოველ წელს არის დაახლოებით 150-200 შემთხვევა, თითქმის ყოველ წელს. თუ არ მივიღეთ ხედავებაში 2 წელს
როდესაც ძალიან ბევრი რაოდენობით იყო, სადღაც 1000-ზე მეტი იყო. ეს იყო 2008 წელი. შემდეგ ეხლა ყოველთვის ფონურად მუდამ არის. მოსახლეობას რა უნდა უთხრა, საკმარისია. არავითარ შემთხვევაში არ სცადონ სოკოთი მოწამვლაზე ეწვის შემთხვევაშიაც კი ბინაზე დარჩენა. აუცილებელია. ეწვის შემთხვევაშიაც კი აუცილებლად უნდა მივიდნენ სამედიცინო დაწესებულებაში, უახლოეში. ერთი ძალიან ცუდი თვისება აქვს, პერიოდი აქვს, ცხელ-ქამასოკოთი მოწამვლას. მოწვევნებითი კეთილდღეობის პერიოდი ვითარდება ხოლმე. სიმპტომატი დაიწყება მოვლით ტკივილი, მუცელში ფაღარათი, გულისრევით, ხშირი პირღებინებით. ამ დროს შეშინებული ადამიანი და ამოირაცხავს თულს ან ხშირი დალია, ან წყალი დაახოლა და გადაივლის ყველაფერი. გონიათ რომ მარჩენილია. მათ არა შეწყვეტილია მთელი სიმპტომატი და ალაგებულია, არავითარი ცივილები აღარ აქვს. გონია რომ დამთავრდა, არ დამთავრდა ყველაფერი. არის მოწვევნებითი კეთილდღეობის პერიოდი. რომელიც იწყება მეორე ტალღა. კიდევ 24 საათის განმავლობაში. ვითარდება ღვიძლის ნექროზი, რასაც შეიძლება ცუდი შედეგი მოყვას. ამიტომ, რაც არ უნდა მოხდეს, საერთოდ ნებისმიერი მოწამვლაზე ეწვის შემთხვევაშიაც კი აუცილებლად რაც შეიძლება სწრაფად მივიდნენ საავადმყოფოში. ამას ისმარტიც ემატება, რომ ზოგჯერ სომატური დაავადების კლინიკა სომატური დაავადება იმალება ხოლმე მოწამვლის კლინიკის უკან. რანაირად გულისრევა პირღებინება. და მოსახლეობას კუჩი აქვს ნარეცხი მიოკარდიუმის ინფარქტის დროს, როცა იგივე სიმპტომატი გაგვივლიერება. ამ პირღებინება თავის თვლის მიმორჩევის მოშლის დროს. გონიათ მოწამვლა ამ დროს მიმორჩევის მოშლა და გაცილებით იმეთქმეთის ხოლმე. ესე იგი მოსახლეობა თუ შესაძლებელია თავი შეიტოვოს ესეთი ადგილებიდან სოკოს საერთო ადგილებიდან სოკოს შეძენაზე. მოწამვლის შემთხვევაში პირველი სიმპტომისთანავე თუ დაიწყო კიდურის დამურჯება, ან გულისრევა, ან თავის ტივი, ან მხედველობის დაბინდა, აუცილებლად დაუყოვნებლივ მიმართოს უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას. მადლობა ბატონ